რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმები განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადსა და პიკროვსკზე. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რუსეთის სამიზნე მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბნები იყო. დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტობუსი. ამ ქალაქებზე იერიშის დროს სავარაუდოდ S-300 ტიპის რაკეტები იყო გამოყენებული. დღესვე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ხერსონზეც. დაზიანებულია 5 სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამასთან ოდესაში მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოყავთ მოქალაქეები, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ჩვილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ 4 ადამიანი იმყოფება. სოფლიომ იცის რა შეიძლება დაუპირისპირო ტერორს. სოფლიოში არსებობს საკმარისი რაოდენობით ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, შაჰედებისაგან და რაკეტებისაგან დამცავი სისტემები. უკრაინისთვის შეერაღების მიწოდების გაჭიანურება, ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შეფერხება სამწუხაროდ იწვევს ისეთ დანაკარგს, როგორც ოდესაში. იწვევს იმას, რომ იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც რუსეთი სიცოცხლეს ართმევს. უკრაინა მეც არაფერს ითხოვს. გარდა იმისა, რაც სიცოცხლეს დაიცავს, ხოლო სიცოცხლეებს, როდესაც დავკარგავთ, ხოლო პარტნიორებს შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები აქვთ, რაც ჩვენს დაცვას ზღუდავს, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელი იქნება ამის დავიწყებაც. სოფლიოს ეს ემახსოვრება.